წითელი ფორმით აქ იქნება ოთინაშვილი გორელი სპორტსმენი. საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყო დაპირისპირება და იმედია ასეც გაგრძელდება ბოლომდე. ზაქაშვილი გარდა იმისა, რომ ვთქვათ კი შარშანი იყო ბრინჯაოს პრიზიორი, მაგრამ ხა მაინც და მაინც ისე აქტიურად ლიდერთა შორის არ განიხილებოდა წინა წლებში, თუმცა როგორც ჩანს უკვე სტაბილურად დამკვიდრდა მედალოსანთა და ანუ ეგრეთ წოდებული მედლის ზონაში და თან გუშინ ძალიან კარგი ჭიდაობითაც დაგვამახსოვრა მან თავი, საკმაოდ ტექნიკური და თვალსასეირო ჭიდაობა და ძალიან კარგია, მოკლედ როდესაც ახალი სახეები ჩნდებიან და ზაქაშვილმა ქურხულს მოუგო გუშინ და ოთინაშვილმა ძებისაში. იმედია რომ ეხლაც საინტერესო დაპირისპირება იქნება მათ შორის. ზაქაშვილს ერთ-ერთი მწვრთნელად უზის 23 წლამდე თანაკრების მთავრობს და ზურაბ ჭიღლაძეც საჩხერელი არის წარმოშობით. ჯერჯერობით პირველი წუთი მიიწურა, თუმცა შეფასება არ არის გაკეთებული, კულა არ გვინახავს. მაგრამ ამ ტემპით მიმდინარე შეხვედრაში შეუძლებელია რომ დიდხანს დავჭერთ უქულოდ. შაშკეს მცდელობა აქ ახლა ქონდა ოთინაშვილს დაუბლოკა შემდეგ ზაქაშვილმა თვითონ ცდილობდა მოვლას ოთინაშვილიც გაექცა და ისევ დგომში ზონის ცენტრში ახლა უკვე ზაქაშვილმა სადა შესვლა და პირველ გაფრთხილებას იღებს სწორედ საჩხერელი სპორტსმენი და მას ჩაურთეს 30 წამიანი საჯარიმო. ახოთ ამ 30 წამში შეძლოს თუ არა ილეთის მოპოვებას. ჯერჯერობით ვერ ახერხებს შეტევის გამწვავებას ზაქაშვილი, ოთინაშვილი ძალიან კარგად ჭერს ხელებს და ზოგადად დაცვაში კარგად ჭიდაობს. ეს მისთვის ახლა ყოველდღიურ მომგებიანი არის. და გავიდა 30 წამდე. რა კარგი კისერი შეასრულა ახლა ზაქაშვილმა და 4-1 დაწინაურდა. შეუძლია განავცო. კი მიიღო ოთინაშვილმა, მაგრამ ზაქაშვილმა შესანიშნავი ილეთი. ზედა ის 30 წამი გავიდა თუ არა ეტყვა მოდუნდა ოთინაშვილი და იგი გაუშვა ეგრევე კისერი 4-1. 2 წამით ადრე გაეკეთებინა იმ ერთგულასაც არ დაკარგავდა ბარემ ზაქაშვილი. ისევ დგომში, ისევ ზონის ცენტრში გრძელდება შეხვედრა. ეხლა უკვე ოთინაშვილმა სადა შესვლა, მაგრამ ზაქაშვილი ბლოკავს კარგად. ოთინაშვილი მაინც უტევს აქტიურობს, მაგრამ აი ზაქაშვილმა შეძლო თითქოს კონჩეტევაზე დაჭერა, მაგრამ მაინც გაიქცა. და სრულად კულებით არა და ახლოს იყო. ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ოთინაშვილმაც კარგად იჭიდავა დაცვაში და გაიქცა. ოთინაშვილი ცდილობდა კვლავ ფეხში შესვლას, მაგრამ ძალიან საიმედოდ და მყარად დაიჭირა იგი ზაქაშვილმა იმის მიხედავად, რომ ზევიდან წინავის ნიკა ზაქაშვილი. აი, აქედან შესრულდება ეს ილეთი. აი ეს შვენიერი 4-ხულიანი კისრული ზაქაშვილის შესრულებით. ეხლა კი გაგრძელდება მეორე ნახევარში შეხვედრა. დაიწყო მეორე პერიოდი 4-1 გახლავთ ნიკა ზაქაშვილის საჩხერელი ათათი სასარგებლო პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში. ტემპი დასაწყისში აქაც ისეთივე მაღალია, როგორც იყო პირველ პერიოდში და წესით კარგი ბრძოლა უნდა ვიხილოთ. ეხლა ოთინაშვილს ჰქონდა ფეხში შესაძლებლობა, მაგრამ ზაქაშვილი ამას ბლოკავს. ამოდნენ ფეხზე და ოთინაშვილი
ცდილობს თითქოს გარეთ გაიყვანოს, მაგრამ ზაქაშვილმა დაახევინა პირიქით ცენტრისკენ ამასობაში. საჯმად შეაჩერა შეხვედრა და დგომში გაგრძელდება. გარეშე ისა 4-1 გახლავთ გოგა უთინაშვილის სასარგებლოდ. ნიკა ზაქაშვილის სასარგებლოდ გოგა უთინაშვილთან. პირველი წუთიც გავიდა მეორე ნახევრის. ჯერჯერობით კარგად დგას დაცვაში ზაქაშვილი, მაგრამ ესე თუ გაგრძელდა კიდევ ერთხელ ჩავთავენ 30-ს ალბათ. წუთი და 50. შვენივრად ისარგებლა პირველ პერიოდში. დაძაბული შეხვედრა ნამდვილად არის. თავად გავიდა, ეხლა თავად გაიყვანა. აქაც უკეთესი იყო ზაქაშვილი ამ ეპიზოდში. ფეხში შესვლასა და უთინაშვილმა შემწონასწორობა დაკარგა, რითაც ისარგებლა. საჩხერელმა 5-1. ზოგადად ზაქაშვილი უფრო აქტიურად ჭიდაობს, შეიძლება იმდეს არ მოძრაობს, არ უკევს, მაგრამ შეცდომებსაც არ უშვებს, ჭიდაობს იმ ჭიდაობას, რომელიც მას აწყობს, თუმცა აქ ეხლა უთინაშვილი ფეხი აუღო და ნახოთ უთინაშვილი ახლოს არ უნდა გაყვანა ჩორჩენში ჩაყვანა უნდა და ორი ქულის აღება შემოიყვანა წრეში და 5-3 და ახლა შეიძლება თუ დაატრიალა ანგარიშიც ეთანადდება. ორი ქულა არ ყოფნის უთინაშვილი 5 მაინც ზაქაშვილის უპირატესობა იქნება 4 ხულიანის 5 და 7 წამი. ძალიან დაიძაბა შეხვედრა, ეს 1 წუთი საკმაოდ დიდი დრო არის. 1 გდების გასაკეთებლად მინიმუმ. ფეხში შევიდა ისე უთინაშვილი, აუღო ფეხი, მაგრამ აქ ზაქაშვილიც ბლოკავს, თუმცა ჯერჯერობით უთინაშვილია დაატრიალა 7-5 შეიცვალა ლიდერი. უთინაშვილი გადის წინ. ზედიზე დორჯე დაატრიალა და უკვე 7-5 უთინაშვილი. ბოლო წუთი გახლავთ უთინაშვილისა. ალბათ ბოლო ძალებს მოიგებს. ეხლა ნიკა ზაქაშვილი 39 წამი. შევიდა ფეხშიც აქ, მაგრამ გააშობინა ფეხი უთინაშვილმა, ხელი გააშობინა ფეხიდან უთინაშვილმა ზაქაშვილს. 25 წამი. ამ შემთხვევაში ორი ქულა ყოფნის, ადვილი სათქმელია, მაგრამ ორი ქულა ყოფნის ზაქაშვილს. აი 4 ხულიანის წყალობით, თუმცა დარჩა 12 წამი დარჩა. თითქოს ახლოს იყო, ეხლა ბოლო ერთ-ერთი ბოლო შეტევა საჩხერელის და თავად მოყვა საკუთარი ლეცზე. ჩავარდნა არის ეს აქ არაფერი არ არის, მაგრამ საჩხერელები აპროტესტებენ, თუმცა ეხლა ჭელაძის რეაქციიდან ხედავთ, რომ ალბათ დიდი იმედი უკვე მასაც აღარ აქვს. ხო, ნუ 25 წამი დარჩა სულ. აქაც თითქოს სადაა კიდევ ბოლო გაბრძოლება იყო ზაქაშვილის. შვენიერ ხარისხიანი შეხვედრა ნახეთ, დრამატული, რამდენჯერმე ლიდერი შეიცვალა. ხება ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ზაქაშვილს, მაგრამ მეორე ნახევარში აჯობა მას. ჩემპიონი გახდა საქართველოსი. გოგა უთინაშვილი ასევე ხება ეკუთვნის ნიკა ზაქაშვილს საჩხერელი. შეეხება ბრინჯაოს პირზიორებს გოდერძი ძებისაშვილი და გიგი ქურხულის აგარეჯო. გოდერძი ძებისაშვილი გორი. გორმა 2 მედალი აიღო. 7 ოქროს მედალია მომენტისთვის გათამაშებული, ორ-ორი აქვს გორს, ყვავილს და ამბროლაოს 1 საჩხერეს. წინ გვაქვს ჩვენ 79 კილოგრამი. აქ ჩვენ ნახავთ